ხელები სუფთა გქონდეთ. ძალაუფლების 48 კანონის 26 კანონის განხილვა. გამარჯობა, მე ვარ ელენა, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. კანონის ფორმულირება. ცივილიზებულობისა და ეფექტიანობის ნიმუშად უნდა მოაჩვენოთ თავი. ხელები არასოდეს გაისვაროთ შეცდომებით ან უსიამოვნო საქციელით. ასეთი შეურყვნელი იმიჯის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ სხვები, განტევების ვაცად, ან იმისთვის, რომ საკუთარი მონაწილეობა გაასაიდუმლოოთ. ოჯახის სისტემის დონეზეც კი ყველას გვსმენია, რომ ხანდახან დედმამას ან ბებია-ბაბუას გადანაწილებული აქვს ეს კეთილი ბოროტი პოლიციელის როლი. განსაკუთრებით თუ ხართ მენეჯერულ პოზიციაზე და გექვემდებარებათ ერთზე მეტი ადამიანი, ყოველთვის დაგჭირდებათ მარჯვენა ხელი, რომელიც თქვენ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს სისრულეში მოიყვანს. და არ წარმოიდგინოთ ისე, რომ მე ვარ კარგი მენეჯერი, მე ვარ კარგი CEO, მე ვარ კარგი ლიდერი და აქედან გამომდინარე არანაირი მარჯვენა ხელი არ მჭირდება. არ არის ესე. ყველა კომპანიას, ყველა საწარმოოს, არ ვიცი, ყველა საქმიანობას აქვს აღმავლობის პერიოდი, არ ვიცი რა ქვია, სტაგნაციის, ვარდნის, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე და ყველა გადაწყვეტილება თუ თქვენი სახელით, თქვენი ჩართულობით და თქვენი ხელით გატარდა, ადამიანებს არ ეყვარებით. ანუ თქვენ უნდა ასოცირდებოდეთ ნეიტრალურ და კარგ და ძალიან კარგ რაღაცაებთან და სხვა შორის ახლა გამახსენდა ერთ-ერთ ჩემს სამსახურში ძალიან მართლა ჭკვიანი და გამოცდილი გენერალური მენეჯერი ყავდა და ის ასოცირდებოდა კორპორატიულის დაგეგმვასთან, კორპორატიული საჩუქრების არჩევა დაორგანიზებასთან, ოფისის, ასე ვთქვათ, გარემონტების და ავეჯის განახლების საკითხებთან. ბონუსებს ყოველთვის ის გვეუბნებოდა, რამდენი იქნებოდა, როდის იქნებოდა. ეს Secret Santa-ს ის, ასე ვთქვათ, სათავეში ედგა. ყოველთვის სამზარეულოში, როცა იყო ხოლმე ეს რაღაცა ლანჩის დრო, რაღაც კომპანიის ხარჯით გამოიძახებდნენ საჭმელს. მოკლედ, არის სულ რაღაცა ზეიმი და კარგად ყოფნასთან ასოცირდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ კომპანიასაც ჰქონდა პერიოდები, როცა იყო არაპოპულარული, არასამართლიანი კი არა, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებების გატარების დრო და ის უცბად გაქრებოდა მივლინებაში, ან იქნებოდა შვებულებაში და ყველაფერი გადაებარებოდა ხოლმე თუ რეორგანიზაცია იყო მაგალითად HR-ს და HR-ს მე მგონი დღემდე ჩემი მაშინდელი თანამშრომლები არ უყვართ, არ მოწონთ ის ხალი, ვინც იყო, იმიტომ რომ ის ყავდა ზუსტად ეს განტევებიც ვაცი და მარჯვენა ხელი, მაგალითად თუ არ იქნებოდა იმ წელს ბონუსი, იმიტომ რომ კომპანიის, ასე ვთქვათ, გაყიდვები არ იყო შესაბამისი, არ გვეუბნებოდა ის იტყოდა HR-ი საერთოდ მაგ შეხვედრას არც დაესწრებოდა და მაგიტო რაღაცნაირად ეს HR-ი აღმოჩნდა ადამიანი, ქალი, რომელიც არავის არ მოწონდა, იმიტომ რომ სულ ცუდ მესიჯებს, ძირითადად დიდ და ცუდ მესიჯებს მისგან ვიღებდით და ის ადამიანი, რომელიც ამ მესიჯების უკან იდგა, ესე ვთქვათ, დისტანცირებული იყო პროცესიდან და როგორც კი აი ეს რაღაცა სიტუაცია განეიტრალდებოდა, მერე ისევ რაღაცა კარგს დაგეგმავდა და თავის გარშემო შემოეკრა გუნდი. ამიტომ ეს არის რეალურად ჭკვიანი ლიდერებისთვის და ვისაც უნდა რომ ხალხში შეინარჩუნოს რეპუტაცია, რომ არის კარგი ლიდერი, ძალიან სასარგებლო, ესე ვთქვათ, ჩვევა. და ავტორი გვეუბნება, ჩვენი კეთილი სახელი და რეპუტაცია დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რას ვმალავთ და არა იმაზე, რას გამოვფენთ. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ის, ვინც ნამდვილად არ არის უჭკუო, აუცილებლად დაიჭერს თადარიგს მათ მისაჩქმალად და შეეცდება, რომ ვინმე სხვა დაადანაშაულონ. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ყავდეთ განტევების ვაცი და სამსახურში ყველაზე ხშირად ეს ხდება ორ შემთხვევაში. ერთი არის, როცა
ну, თავის დაქვემდებარებული, ესე ვთქვათ, მარჯვენა ხელი ყავთ და მეორე შემთხვევა არის ხოლმე, როცა ადამიანს ისედაც გადაწყვეტილი აქვს სამსახურიდან წასვლა, ან ჩვენ გვაგადაწყვეტილი რომ უნდა გავუშვათ და რაღაცნაირად აი მთელი ყველაფერი მოდი იმას გავაყოლოთ და აი მახსოვს რომ ერთ-ერთი სამსახურიდან უკვე ვიცოდით, რომ ჩემი უფროსი მიდიოდა, ну, უშვებდნენ მიდიოდა ორმხრივი შეთანხმება იყო და არ წინავდა ეს ადამიანი, მაგრამ დიდად არც არაფერს არაშავებდა, მაგრამ რაც კი რამე იყო, ესე ვთქვათ, ლიდერების დონეზე და მენეჯმენტის დონეზე გაუმართავი და ხალხს ჰქონდა ამის მიმართ პროტესტი და არ მოწონდათ, აი რაღაცა აი ყველაფერი ამ ადამიანს გაატანეს, თითქოს მისი დამსახურება იყო და კი განახორციელეს ცვლილებებიც. ანუ, როცა თქვენ განტევების ვაცს იყენებთ და გადაირჩენთ თქვენკანს და რეპუტაციას დაზიანებისგან, იგივე რაღაცეებს ნუ გაიმეორებთ, თორე აღარ დაგიჯერებთ ხალხი, რომ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. იმიტომ რომ რეალურად განტევების ვაცი მაინც საბოლოო ჯამში თქვენთან ასოცირდება და კარგად თუ დაჯდებიან და ერთმანეთში გაისაუბრებენ, მიხვდებიან, რომ ეს განტევების ვაცი თქვენგან დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა და არ განახორციელებდა, იმიტომ რომ არავის არ ეხალისება, რომ იყოს ცუდი პოლიციელი. შემთხვევითი შეცდომები გარდაუვალია. ცხოვრებაში ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ძალაუფლებაში მყოფთ კი გუპავს არა შეცდომები, არამედ ის, როგორ გამოასწორებენ მათ. და ვაგრძელებთ კითხვას, შეცდომა არ ქრება მობოდიშების შემდეგ, პირიქით ღრმავდება და იხრწნება. უმჯობესია ერთი დარტყმით ყველაფრის თავიდან მოშორება, გარშემო მყოფების თქვენგან ყურადღების სხვაზე გადატანა, მისი ფოკუსირება განტევების ვაცზე და აქ გამახსენდა კომუნიზმი, კორუფცია, გადასახლება, დახვრეტა. ანუ ვიცით ყველა, რომ სადაც არის ბევრი აკრძალვა და ადამიანს არ აქვს, ესე ვთქვათ, ლეგალური გზებით ფულის შრომის საშუალება და საკუთრების უფლება, იწყება კორუფცია. კორუფცია შეიძლება სხვა მიზეზით ჰქონდეს დაწყების, მაგრამ კომუნიზმი იყო რეალურად კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, მაგრამ არ აღიარებდნენ ამას, იმიტომ რომ კორუმპირებულობა იყო არაკორუმპირებულობა, უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კომუნიზმის და რას აკეთებდნენ? თუ მაგალითად ადამიანი იყო კორუმპირებული და გარშემო აი რაღაცა ქვეყნებში ან ზოგადად რა ფართო მასშტაბებში უკვე მუსირებდა ის აზრი, რომ კომუნიზმს უკვე თვითონ შეეპარა, ესე ვთქვათ, როგორ თქვა, არ ვიცი, პობა ან რაღაცა იხრწნება, ხო? აიღებდნენ და ერთ ადამიანს მართლა ვინც კორუმპირებული იყო, დახროდნენ, გადაასახლებდნენ, გააუბედურებდნენ. არა და ამ ადამიანზე ყველაფერი იცოდა მანამდე, მაგრამ განტევების ვაცად იყენებდნენ, რომ დაეჯერებინათ თავიდან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეჭვი შეეპარა კომუნიზმის ნამდვილობაში, რომ არა, ჩვენ კი არ ვართ კორუმპირებულები ზოგადად და სისტემა, არა, ის ერთია. და ზუსტად ეს შეცდომის არაღიარება და არ მობოდიშება და ერთ და თითო ადამიანზე გადატეხვა ჯოხის, რომ ვითომ ეს პრობლემა არის ინდივიდუალური შემთხვევები და არა მასობრივი, გააკეთა ის, რომ ესე ვთქვათ, სისტემა და ერთობა გაგრძელდა იმაზე ბევრად დიდხანს, ვიდრე შეიძლება და გაგრძელებულიყო, რომ მათ ეღიარებინათ, რომ იცი კორუმპირებულები ვართ და მოდი ახლა სისტემა შევცვლით, გავწმენთ ამ ყველაფერს, აბა რაღაცა სხვანაირი კანონები მივიღოთ. არა, ის აი ესეთი სამაგალითო განტევების ვაცების პოვნით და მათი დასჯით, ესე ვთქვათ, ყვებავდნენ ადამიანებს და დებდნენ მათ ჩამოშლას. უმალ მთელ ქვეყანას გავცემ, ვიდრე დავუშვებ თველმა ქვეყანამ მეგამცეს. მხედარ მთავარი ცაო, ასე ამბობდა და ჩემი აზრით ამ კომუნიზმის მაგალით ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, შეესაბამება. და აქ ავტორი გვეუბნება და სხვათა შორის არ ვიცოდი და ძალიან საინტერესოა თვითონ განტევების ვაცი ეს სიტყვა საიდან მოდის.
განტევების ვაცების გამოყენება ისეთივე ძველია, როგორიც თავად ცივილიზაცია. იუდეველები ცოცხალ ვაცს იყენებდნენ და აქედან მოდის გამოთქმაც. მის თავზე საერო პირი ხელებს დაადებდა და ისრაელელთა ცოდვებს აღიარებდა. ამ გზით ცოდვები გადადიოდა ცხოველზე, რის შემდეგაც ის ტყეში მიყავდათ და იქ ტოვებდნენ. და ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ რაც არ უნდა კარგი განტევების ვაცი იყოს ადამიანი, ხარისხიანად ასრულებდეს თავის სამსახურს, არ წუწუნებდეს, პრობლემებს არ უქმნიდეს იმას, ვინც იყენებს მას განტევების ვაცად, ბოლო აქვს აი ასეთი. ტყეში მიყავთ და ტოვებენ. ანუ იქნება საზოგადოებისგან გარიყული, მისი რეპუტაცია იქნება ცუდი, ან დაიჭერენ, ან ქვეყნიდან ნუ 1000 გზა არის, რითიც შეიძლება გარიყო და მაგალითად კომუნიზმის შემთხვევაში საერთოდ ხოცავდნენ, ხო, ასეთ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. იმაზე კი არა, რომ განტევების ვაცი ყავდეს. მაინც და მაინც თუ ეს ჩვენ ღირებულებებში არ ჯდება, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ ვინმესთვის განტევების ვაცი და ჩვენ არ გვიყენებდნენ ზედმეტი ტკბილი სიტყვით და კარგი პირობებით და კარგი ხელფასით და კარგი, ესე ვთქვათ, ბონუსებით. ხო, აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფრო ჩემი აზრით ამ კანონის ცხოვრებაში გამოყენების ეს, რომ ჩვენ არ გამოგვიყენონ, თორემ მაინც და მაინც იპოვნეთ განტევების ვაცი თქვენთვის და ყოველთვის საჭიროა რომ ყავდეთ თქო, არ არის ეგრე. დამოკიდებულია იმაზე, როგორი საქმიანობა გაქვთ, რა სფეროში ხართ, რომელ პროფესიაში ხართ. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხართ დიდი კომპანიის დამფუძნებელი, CEO, ან ხართ საჯარო მოხელე, მან უპირობოდ აუცილებელია, რომ ამ პოზიციაზე ყავდეთ ადამიანი. მაგრამ სხვა შემთხვევებში შეგიძლიათ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ თქვენ თვითონ არ იყოთ ვინმეს განტევების ვაცი. ვიდრე ძალაუფლების მქონეები უნაკლოებად უნდა გამოიყურებოდნენ და არასოდეს უნდა უშვებდნენ შეცდომებს, იქამდე მსოფლიოს განტევების ვაცები დასჭირდებათ და თქვენ თვითონ იმსჯელეთ ძალაუფლების მქონეებს სადამდე უნდა რომ უნაკლოებად გამოიყურებოდნენ. მე მგონი სულ სანამ ისინი იქნებიან ძალაუფლებაში, ხო? და ავტორიტეტული მოსაზრება. სისულელის ჩადენა კი არ არის სისულელი, არამედ მისი შენიღბვის უუნარობა. შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ ბრძენი ხარვეზებს მალავენ. სულელები ყველას ტვინს გამოუჭედავენ მათზე ლაქლაქით. და აქ განტევების ვაცი არაფერ შუაში არ არის, ერთი რჩევა მექნება, რომ თქვენი შეცდომები დაიტოვეთ თქვენთვის. არ არის საჭირო არავისთან განხილვა და მარტო სამსახურეობრივ სივრცეში არა, ყველა ტიპის ურთიერთობაში და ყველა სივრცეში, რაც შეიძლება რომ მომავალში გახდეს, ესე ვთქვათ, საბაბი, რომ თქვენი რეპუტაცია შეირყეს, ან დაგაზიანონ, ან არ ვიცი, რაღაცნაირად ესე ვთქვათ, გაეხვეთ პრობლემებში, ეს თქვენთვის დაიტოვეთ და არსად არისაუბროთ ამაზე და თუ გაწუხებთ, თქვენ თვითონვე მიუტევეთ საკუთარ თავს. სხვათა შორის, ახლა მახსენდება ერთ-ერთი ჩემი სამსახური, სადაც ვიყავი განტევების ვაცი. ამ კომპანიაში გამოცხადა ძალიან დიდი რეორგანიზაცია. თუ ციფრები არ მღალატობს, 1700 კაციდან 1200 ადამიანი უნდა გაგვეშვა სამსახურიდან პირველი ტალღა და ჩემმა უფროსმა მე დამასახელა როგორც ადამიანად, რომ აი ესეთი ამხელა პროექტია და ისე რომ არავინ გვიჩილოს, ისე რომ ყველა კმაყოფილი იყოს, ზედმეტი კომპენსაციას არ გადავიხადოთ და თან ორმხრივი შეთანხმებები გქონდეს, აი შენ გაქვს ეს თვისებები, მოლაპარაკების ლიდერული და მოდი შენ გააკეთე. გარდა იმისა, რომ ძალიან სტრესული საქმე არის, რომ 1200 ადამიანის ესე ვთქვათ, ბოლო შეხვედრა შენ გააკეთო, შეატყობინო, რომ სამსახურიდან უშვებენ და პლუს მერე მოლაპარაკებები გააგრძელო, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, სადაც სოციალისტური ძალიან კანონმდებლობაა და თუ არ
დაგთანხმდა თანამშრომელი სამსახურიდან გაშვებაზე. დიდად ვერცვერაფერს ვერ გახდები. მოკლედ ეს ჩამებარეს და ვამაყობდი ყოველ კვირას ვაგზავნიდი რეპორტს, რომ ამდენი შეთანხმება დავდეთ, არც ერთი სასამართლო შემთხვევა არ გვაქვს ის რაღაცა და რეალურად მე თანამშრომლები აღმოჩნდა, რომ ჩემზე ხუმრობდნენ თუ გაქვთ ნანახი ის ტერმინატორი რო არის ფილმი რაღაცა რა ქვია იმას Arnold Schwarzenegger თამაშობს. მე მგონი რომ ანუ მე ვიყავი ტერმინატორი სიტყვიდან termination, იმიტომ რომ სულ ყველა სამსახურიდან გაშვება ასოცირდება და ჩემთან და მახსოვს რომ ერთხელ ერთი თანამშრომელი რაღაცა კორპორატიული ვიცი იყო, რაღაც დაახლოებით ეგეთი, მკითხა რომ ნახეო რომ LinkedIn-ზე დამამატეო და რატო დამამატეო სამსახურიდან ხო არ მიშვებენო რა, ანუ რატო გამოიჩინე ზედმეტი ყურადღების ამბავში რა, რატო გაგახსენდი ესე ვთქვათ, არ და უბრალოდ ახალი გაკეთებული მქონდა LinkedIn და ყველა თანამშრომელი ვინც ხვდებოდა ვამატებდი, მაგრამ მივხვდი რომ რეალურად ჩემი სამსახურისთვის და კონკრეტულად ჩემი სიასთვის მე აღმოჩნდი განტევების ვეცი და თვითონ ისევ ბონუსებთან და კარგ რაღაცებთან ასოცირდება და ამიტომ შეიძლება ადამიანი არც ფიქრობდეს რომ მოდი შენ იყავი განტევების ვეცი და შენი უნარებიდან გამომდინარე შემოგთავაზონ რომ გააკეთო ეგ, მაგრამ მაინც გამოხვიდე ამ სიტუაციაში განტევების ვეცად და შეიძლება ხანდახან არჩევანიც არ გქონდეს რომ უარი თქვა. მე შემეძლო მეთქვა უარი, მეთქვა რომ ჩემთვის სტრესულია და მოდი სხვას უთხრათ, მაგრამ პირიქით ისე მომაწოდეს რომ გადავყლაპე ეს რა მოკლედ და თხილად იყავით თუ გაქვთ არჩევანი, ყოველთვის ჯობს რომ სამსახურში თანამშრომლებს კარგად დაამახსოვროთ თავი, იმიტომ რომ რა ვიცი, რატომაც არა, ხო? პრაგმატიზმის გარდა რატომ უნდა ამდენი უარყოფითი ენერგია წამოვიდეს თქვენთან. ავტორიტეტული მოსაზრება. თავად გააკეთე ყველაფერი, რაც გსიამოვნებს, ხოლო რაც არა, გასაკეთებლად სხვას გადააბარე. ბალტასარ გრასიანი გვეუბნება და ჩემი აზრით ის ისეთი მართალია, რომ არ ღირს მასთან შეკამათება, რაც არ გსიამოვნებს, ანუ არ არის კარგი საქმე და უნდა გადავაბაროთ შეძლების დაგვარად სხვა. საპირისპირო მოსაზრება. საპირისპირო მოსაზრების თანახმად არსებობს შემთხვევები, როდესაც უმჯობესია ჩვენი მონაწილეობა არ ვუარყოთ და არც პასუხისმგებლობას გავექცეთ. არამედ თავი დავიდანაშაულოთ შეცდომის ჩადენაში. მწუხარე სახით სთხოვეთ პატიება იმათ, ვინც თქვენზე სუსტია და გამოკვებეთ მათი, ესე ვთქვათ, ეგო და მათი თავდაუჯერებლობა. იმიტომ რომ როცა ადამიანი არის რაღაცა თავდაუჯერებელი, როცა თulis რომ შენ რაღაცით მას ჯობი ხარ, მას რომ უხდი ბოდიშს ის ამით ძალიან ინთება და დიდდება და მოწონს და მახსოვს ერთხელ სხვა შორის ჩვენმა ერთ-ერთმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიდი აქციების მერე თავის სიტყვა დაიწყო ესე რომ მინდა დავიწყო ბოდიში და აბსოლუტური უმრავლესობა იმ აქციაზე მყოფი ამით მოიხიბლა რომ აი აქამდე ჯერ ქართველს აქამდე არ უთქვამთ ქართველებისთვის ესე საჯარო მოხელეებს ბოდიში აღიარა, ანუ რამდენად გაბედულია რომ აღიარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ავტორი გვეუბნება ეს ილეთი იშვიათად გამოიყენეთ და იშვიათობასთან ერთად მე ვიტყოდი, რომ რაც შეიძლება პატარა წრეში, პატარა მასებზე, იმიტომ რომ არ ვიცით დიდ მასებზე მაინც რა გავლენას იქონიებს. დიდი მასა ბოს ფსიქოლოგიით იმართება, რომელიც არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ისედაც იქ რაღაცა ეს ნეგატივი თუხთუხებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს ეპიზოდი ნახეთ ბოლომდე და დაგემშვიდობებით ძალაუფლების 28 კანონის განხილვამდე.